გამარჯობა თქვენ უყურებთ სხვა ამბებს გადაცემის მთავარ თემებს დღეს მე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გაგაცნობ. პირადობის დამადასტურებელ ელექტრონულ ბარათებს ახალი ფუნქციები ემატება. ID ბარათს მალე სამსახურსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც გამოიყენებთ. ის რის გაკეთებასაც ადრე რამდენიმე დოკუმენტი სჭირდებოდა, ახლა ერთის მეშვეობით გახდება შესაძლებელი. ახალი ფუნქციები და ადგილი, სადაც ელექტრონული ბარათები მზადდება, სხვა ამბებმა დაათვალიერა. ერთ-ერთი პირველი, სადაც ID ბარათის საშვის ფუნქცია დაინერგება, იუსტიციის სამინისტრო. ელექტრონული პირადობის მოწმობების საშვის ფუნქციას უახლოეს მომავალში სხვა სახელმწიფო და კერძო უწყებებიც აამუშავებენ. ის, რასაც სახელმწიფო და კერძო უწყებები უახლოეს მომავალში აამუშავებენ, საჯარო რეესტრის ერთ-ერთი ბოლო სიახლეა. ID ბარათების მრავალ ფუნქციური შესაძლებლობების სიას ახალი შეემატება. ელექტრონული პირადობის მოწმობის საშვის დანიშნულებით გამოყენება ამიერიდან ნებისმიერ დაწესებულებას შეეძლება. სახელმწიფო სექტორში ID ბარათს გამოყენება მასობრივად დაინერგება, ანუ სერვისები ელექტრონული გახდება და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, არა მარტო თბილისში და დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებში. ბარათის გამოყენება კერძო სექტორშიც მასობრივად იგეგმება, ანუ ამაზე კერძო სექტორი მუშაობს. საშვის ფუნქციასთან ერთად ელექტრონულ პირადობის მოწმობას კიდევ რამდენიმე შესაძლებლობა ემატება. სულ მალე სამგზავრო ბარათების შეძენა საჭირო აღარ გახდება. მგზავრობის საფასურის გადახდა ID ბარათით მოხდება. მუნიციპალურ ტრანსპორტში, მეტროში და ავტობუსებში და სამარშრუტო ტაქსებში უახლოეს მომავალში დაინერგება, რომ ამ ბარათით მოხდეს გადახდები. აგრეთვე უნივერსიტეტები და სკოლები აპირებენ, რომ ეს ბარათი გამოიყენონ როგორც სტუდენტური ბარათი მაგალითად. სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო ორგანიზაციებისგან ამა თუ იმ მომსახურების მიღება ელექტრონული პირადობის მოწმობით ბევრად უფრო მარტივი, სწრაფი და მოხერხებულია. სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით კონკრეტული სერვისი ID ბარათით წუთებში ხორციელდება. რა პროცედურის განხორციელებას გვეგვავთ ახლა ჩვენ? პირველ რიგში ბარათი რომ გამოიყენოთ, გჭირდებათ წამკითხველი. ასეთი მოწყობილობა, ძალიან მარტივი, იაფი მოწყობილობა და მეორე უნდა შევიდეთ იმ ორგანიზაციის ვებგვერდზე, რომლის სერვისითაც გვინდათ ვისარგებლოთ. ხო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სახლის ვებგვერდზე შევიდეთ იმ სერვისზე, რომლითაც გვინდათ ვისარგებლოთ. ნახოთ ინფორმაცია მფლობელზე, მაგალითისთვის. ბარათის ჩადებისთანავე გამოდის მოთხოვნა პინ-კოდის შეყვანაზე. პინ-კოდის შეყვანის შემდეგ უკვე გამოჩნდება ინფორმაცია ბარათის მფლობელზე. და მაგალითისთვის უკვე ნახოთ ერთ-ერთი სერვისი, მაგალითად მისამართის შეცვლა. თუ მესაკუთრე ხართ, მონიშნავთ ამ შესაძლებლობას, რომ მესაკუთრე ხართ და მიუთითებთ ახალ მისამართს და აჭერთ დამუშავება. სერვისი უკვე ინფორმაცია გადაგზავნილი არის სამოქალაქო რეესტრში. და რამოდენიმე ხანში მიიღებთ შეტყობინებას, რომ დარეგისტრირება მოხდა. ადრე ამ პროცედურისათვის უნდა მისულიყავით სამოქალაქო რეესტრის სერვის ცენტრებში. რამდენიმე დღე ჭირდებოდა ამას და რაც თავარია მეორეჯერად გიწევდათ მისვლა იმისათვის, რომ პირადობა გამოგეცვალა. ჩვენ ვიძახით, რომ ეს უფრო მეტი არის ვიდრე პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობაზე უფრო მეტი მრავალფუნქციური და თანამედროვე ID ბარათი ერთ პატარა ოთახში მზადდება. ეს არის ID ბარათების საბეჭდი ცენტრი, სადაც თბილისისთვისა და აღმოსავლეთ საქართველოსთვის ელექტრონული პირადობის მოწმობები მზადდება. პროცესი იწყება ამ კომპიუტერთან. გაზაში ტერიტორიული სამსახურებიდან გროვდება კონკრეტული მონაცემები. პროცესი გრძელდება ამ საბეჭდ მანქანასთან, რომელიც 50 წამში ერთხელ ახალ ID ბარათს ბეჭდავს. ელექტრონული ბარათების დაბეჭდვის შემდეგ მათი ხარისხის შემოწმების ჯერი დგება. ვიზუალური დათვალიერება ID ბარათმა გაიარა, ეხლა მისი ელექტრონული მონაცემების შემოწმების ჯერი დგება. ეხლა ვიწყებთ ამით, ხო? თქვენ თუ რამე შემეშალა შემისწორებთ. მინდა პინ-კოდი. ID ბარათი მოთავსდა კონვერტში, მასთან ახლავს პინ-კოდი, აი ეს ორი კონვერტი გაიგზავნება მოქალაქეს და სწორედ ამ კონვერტების მიღების შემდეგ ის შეძლებს მოეხმაროს ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობა.
მხოლოდ ბარათის ქონა ელექტრონულ სივრცეში იდენტიფიცირებისათვის საკმარისი არ არის, უნდა იცოდეს ის პინ-კოდები, რომელიც თქვენ გადმოგეცათ მეორე კონვერტის საშუალებით და მხოლოდ ამ ორი კომპონენტის გამოყენებით შესაძლებელია ბარათზე წვდომა და ნებისმიერი სერვისის მიღება. უსაფრთხო ელექტრონული პირადობის მოწმობის ფუნქციები მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილით არ შემოიფარგლება. საჯარო რეესტრს მოლაპარაკებები ახლა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროსთან აქვს. ID ბარათში მომავალში მოქალაქის სამედიცინო და განათლების ისტორიაც ჩაიწერება. დასავლეთ საქართველოში პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული ბარათის აღება 4 ოქტომბრიდან ქუთაისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი. იუსტიციის სახლის ახალი შენობა იქ სამშაბათს გაიხსნება. საზეიმო ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია ჯგუფ მგზავრების კონცერტი. საღამოს შესახებ სხვა ამბების პირდაპირ ეთერში ახლა გიგი დედალამაზიშვილი ისაუბრებს. გიგი, გამარჯობა. ვიდრე კონცერტზე გითხავდი, მაინტერესებს, გისარგებლია თუ არა ოდესმე იუსტიციის სახლის მომსახურებით და საერთოდ რა იცი ამ დაწესებულების შესახებ? მისარგებლია კი და ეხლაც ვაპირებ ავიღო ID ბარათი ახალი და ვაპირებ ქუთაისში 4-ში აუცილებლად ავიღებ და რა მიხარია იქიდან გამომდინარე რომ სახალხო პროექტი არის ყველასთვის და რაც თავარია რაც მისარგებლია იყო ძალიან მარტივად და ძალიან მალე და ეს არის ძალიან კარგი და გვიხარია რომ ვართ ჩართულებიან მართლა სახალხო პროექტში ქუთაისში ქალაქში რომელიც მართლა ძალიან გვიყვარს და ცოტა ვღელავ იქიდან გამომდინარე რომ მართლა ძალიან საპასუხისმგებლოა ესეთ მნიშვნელოვან დღეს იყოს შენი ექსკლუზივი კონცერტი და ძალიან ბევრს რეპეტიციობთ ამისთვის და ვმუშაობთ რა. გიგი, შენ როგორ ფიქრობ, ახალი ID ბარათი ჯობია იმ ძველ პირადობის მოწმობას, თქვა, შენ რამდენად გაგიმარტივებს იმ ფუნქციებს, რომლისთვისაც სხვადასხვა საბუთები გჭირდებოდა? კი, მე ვფიქრობ, რომ გაამარტივებს მართლაც ძალიან და შეცვლის და ბევრად უფრო პრაქტიკული იქნება რა. ჩემი აზრით ბევრად უფრო პრაქტიკული იქნება, ვიდრე ძველი პირადობის მოწმობა. ძალიან კარგი, ესე იგი მირჩევ რომ მეც ავიღო, თქვა. კი, გირჩევა აუცილებლად, კი. მადლობა, გიგი, რაც შეეხება თავად კონცერტს, შენ აღნიშნე რომ ქუთაისი ძალიან გიყვარს და რაღაც სპეციფიურ კონცერტს თავაზობ. როგორი პროგრამა გექნება? პროგრამა იქნება სპეციალურად ქუთაისელებისთვის, იქნება 2-3 ახალი სიმღერა, რა თქმა უნდა, იქნება ძველი სიმღერები, იქნება პრემიერები და ჩვენ ახლა უშვებთ ახალ ალბომს დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებში და ექსკლუზიურად ქუთაისელებისთვის იქნება ახალი ალბომიდან რამოდენიმე ახალი სიმღერა და ვაი ძალიან ისეთ შემართებით ვართ და მინდა მოვუწოდო ხალხს რომ მოვიდეს 4-ში და მე მგონი რავი ერთად ძალიან კარგ დროს გავატარებთ ასე როგორც ამბობენ ხოლმე. გიგი, როგორც აღნიშნე, ქუთაისი ძალიან გიყვარს, ეს ქალაქი ჩემთვისაც ძალიან საყვარელი ადგილი არის, ხომ არ აპირებ ქუთაისზე რომ დაწერო რაღაცა სიმღერა რომ მიუძღნა ამ ქალაქს? ძალიან მინდა ვასიკო, ძალიან მინდა. უბრალოდ ქუთაისი მართლაც იმერად მიყვარს და იმერად მნიშვნელოვანი ქალაქია ჩემთვის, რომ მინდა რომ თავისით მოვიდეს, ანუ არ მინდა რომ რაღაც შეკვეთა თავით გამომივიდეს. და აქედან გამომდინარე სულ ველოდები ეს წლებია რომ რაღაც იქნება მოვიდეს და ალბათ მოვა და ძალიან მინდა რომ ქუთაისს მიუძღვნა ერთი სიმღერა მგზავრების სახელით გამოვხატოთ ეს სიტყვა და სიყვარული რაც გვაქვს ამ ქალაქის მიმართ. გიგი, ძალიან დიდი მადლობა, შეგახსენებთ 4 ოქტომბერს ქუთაისში იუსტიციის სახლის ახალი შენობის გახსნის შემდეგ იქ იგეგმება ჯგუფ მგზავრების კონცერტი. და ასევე დღეიდან